ნამდვილად ყოველგვარი პათეტიკისა და გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვათ, რომ თქვენ ხართ ქართული ჟურნალისტიკის სახე, ვინც ახლა ძანდებით აქა. ის ადამიანები, რომელმაც ყველაფერს რო თავი დავანებოთ იქეთ 60-იან, 70-იან წლებს, 80-იან წლებს, ამ 35 წელმა გადაიტანა თქვენ ზურგზე ფაქტობრივად. მე არა ვარ ამ სამწუხაროდ დავმარცხდით. არ მგონი. მე დავმარცხდი. ბატონებო, მე ვისაუბრებ როგორც მაყურებელი, როგორც მკითხველი და როგორც პედაგოგი. ჩემი აზრით, თქვენ რაც ბრძანეთ და რომელშიც ერთ შუას შევიტან, ვერც ერთ თქვენს თაგანის სიტყვაში, ყველაფერი ის რაც ხდება გამოწვეულია ერთადერთი უმთავრესი რაიმით, განათლების დეფიციტით. რომელი განათლების დეფიციტი წალეკა ეს ქვეყანა. და დავფიქრდეთ და მე ყოველ შემთხვევისათვის ასეთი აზრი მაქვს. მეტროპოლიები, როდესაც შემოვიდნენ, არ დავასახელებ ახლა რომელი მეტროპოლიები და რა, ამ ქვეყანაში პირველი რაც დაიწყეს განათლების ნგრევა. განათლების სისტემის ნგრევა და აი იმერჩი იტყვიან ასე გურულებმა იციან კაი სიტყვა, კუდის ღრიკამდე დაყვანაო რა. აი ამ სიტუაციაში არის ამ სიტუაციამდე სამწუხაროდ შეძლეს მათი მემა. ჟურნალისტიკაშიც იგივე მოხდა. ზუსტად მაგას ვლაპარაკობ. ეხლა რა მინდა გითხრათ? აი ყველა თქვენთაგანი მომსწრე ვიყავით ყველა ჩვენთაგანი 2023 წელს დაწყებული იმ რაღაცა არა რუსულ კანონს. სტუდენტებთან მაქვს 42 წელია ურთიერთობა. რა თქმა უნდა, აჟიტირებულია ყველა, დავჯექით, ვისაუბრეთ და მოდი დავჯდეთ და ვილაპარაკოთ. მოვიტანე კანონი საბედნიეროდ იყო სოციალურ ქსელში თუ საინფორმაციო საშუალებების მიერ დადებული ვისაუბროთ. არა, საუბარი არ გვინდა. რუსულია. აი ეს იყო, ეხლა მითხრა არ გადის არაფერი. და მე ერთი უმთავრესი რამ მინდა გითხრათ ჩემო ძვირფასო მეგობრებო კიდე. აგერ ბატონმა გიორგიმ ბრძანა და მართალიცაა. რომ სტუდენტებთან ჟურნალისტიკაზე მქონდა გარკვეული წლების მანძილზე ურთიერთობა. ვინც სუდად სწავლობდა ყველა ტელევიზიებში და ვინც კარგად სწავლობდა არც ერთი არა იქა. ეს ხო კატასტროფაა რა. ძალიან მძიმე, იშვიათად თუ აი გამორჩეული სტუდენტი ყოლია ხო გაგიხარდება რომ მის ტელეეკრანზე გამოჩე 1-2-3 თუ დაინახავ დანარჩენები არა. ვერ გეტყვით რისი ბრალია ჩემო ბატონო რისი ბრალია და მართვის სისტემის ალბათ ყოველ შემთხვევისათვის მე ასე ვფიქრობ მეტის არხის. ეხლა როდესაც ჩვენთან არის ყველაფერი ჩიკებად იქცა ადამიანები. ყველაფერი იციან. აბსოლუტურად ყველაფერი იციან და ეს არის უპირველეს ყოვლისა არ გამიფრაზდეთ და მეტყვით რომ ამ ჟურნალისტიკის ბრალია გარკვეულწილადაც მე ასე ვფიქრობ. აგერ ბატონმა გიორგიმ ბრძანა რობერტ სტურუას სპექტაკლზე არის ვაკხანალია ატეხილი მე არ მინახავს და ღმერთმა არც ავარ ამ დარგის სპეციალისტი ჩემთვის მექნება თუ რაიმე წარმოდგენა მექნება ჩემთვის მექნება და გამახსენდა ერთი კარგი ქართული ფილმი არის ძველი ფილმია ზურა ყიფშიძე თამაშობს აი ეს რა ქვია ვასილ კიკვიცის როლს შალნაია პულია ქვია ასეთი ფილმია ჩემო ბატონო და იგი ეუბნებია ერთი 20-იან წლებში მიმდინარეობს მოქმედება და კაცო ისო რა ქვია ლიმონათია კარგიაო და დაგილევიაო არა აფშა დაიციო და რასტოვში დაულევიაო ჩემს ნათესავსო თუ მეზობელს და აი ზუსტად ამ დონეზე არის გარკვეულწილად ყოველივე ეს დასრული ჩემო ძვირფასო მეგობრებო და უპირველეს ყოვლისა რა მინდა აზე მინდა ყურადღება გავამახვილოთ ახლა კიდე აი კარგად ბრძანა ბატონმა ოთარმა ერთ მომენატრა ესეთი გადაცემა ის სოფელში რო ჩავა ჟურნალისტი და იქ ძარღვიან გლეხს რო ნახავს შევა ოჯახში საქათმეს გადაიღებს საღორეს გადაიღებს როგორ ემსახურება ცხოველს რამ შემოსავალი აქვს იქედან რომ ამით რაღაცა დაინტერესოს ხო ხდება ასეთი გადაცემები მე ვერ ვნახულობ კაცო სად არა იმიტომ რომ მან სიშვილი არ არის ის ჯიქარი არის სექს მერება არა რატო პირველად აქვს გადაცემა ფერმა და აჭარის ტელევიზიას აქვს ერთი დღე სოფელში ის თამკო აკეთებს კიდე გადაცემა ფერმა ხო შემოდგომიდან აღდგება ძალიან კარგი იქნება რომ თამკოს გადაცემა აღარ გაკეთებს ძალიან კარგი იყო ბატონო გიორგი ის რატო იყო იცი მე რო უყურებდი ახლა მაგრამ რაც არ უნდა დაღლილი ყოფილიყავი
მაინც უყურებდი იმ გადაცემას ახალგაზრდა გოგო ჩამთარო ქონდა სულზე და ერთი დღე სოფელში ეწერა ძალიან კარგი გადაცემა ხო შეიძლება სხვებმაც ვიღაცებმა რაღაცებმა მე მგონი გასავალი იქნება ასეთ რაღაცა არა იცი რა შეგასავალი კი არა მაგრამ ეგ არ არის ინტერესი სიშიშვილი არ არის ამას საზოგადოების ბრალია სიშიფრეს ითხოვს დავასრულებ ახლა მე ბევრს თქვენთან ძალიან ანალოგიური მდგომარეობა ჩვენ რო გვაქვს დღეს ახლა ანალოგიური მდგომარეობა იყო როგორც მე ისტორიკოსი ვარ პროფესიით მე-11 საუკუნის საქართველოში რა აზრით ვლაპარაკობ ახლა ვინ უარყოფელი იტყვის ცუდი არის ეკლესიების მშენებლობა ვინ იტყვის ამას მაგრამ მეორე ამბავი მინდა ხალხ მეგობრებო გითხრათ იცით მე მგონი თითოეული ჩვენთაგანზე მეტი დიდი ქართველი იყო და მეტი დიდი მოამაგე გიორგი მთაწმინდელი ზუსტად ანალოგიური სიტუაცია იყო საქართველოში ბაგრატ მეოთხის დროს. შენდებოდა ეკლესიები, შენდებოდა და ასე შემდეგ, მაგრამ ის კაცი რო ჩამოვიდა იქედან, ათონის მთიდან, გიორგი ბაგრატ მეოთხეს უთხრა: "კარგია, მან შესთავაზა ესა კათოლიკოსობა, მაგრამ ვარი განუცხადა და მე უთხრა: "კარგია, ამდენ ეკლესიებს ვაშენებ, ყველაფერი კარგია, მაგრამ ამას ხომ არ აჯობებსო? ამდენ ქრივობლებს მიხედავ, არებ ხატაკებსო და ძველები რაცა ის გაამშვენო. რატო ვლაპარაკობ ახლა მე ამას? შენდება ამდენი ეკლესიები. კარგი ეს ყველაფერი, მაგრამ ყველა მალე ისე წაგვივა სიტუაცია, მე ჩემი გადასახედიდან ეკლესიაში შემსვლელი მომავალი თაობა აღარ იქნება, რატო? დემოგრაფიული სიტუაცია გვაქვს კატასტროფაში. უმძიმესი სიტუაცია და ეხლა ბატონო გიორგი მithქვამს და ბატონებო ხშირად მithქვამს ასეთი რაღაც რა გახდება ეხლა 1000 რაღაცეებია შექმნილი ახალი ორგანიზაცია ასეთი რაღაცა ერთმა 10-მა კაცმა 15-მა კაცმა რო გავაკეთოთ ვიფიქროთ ყოველ შემთხვევაში არ ვიჩებებ მან და მაინც რასაც ახლა ვიტყვი ისა რა ქვია აქსიომა რა აი იმ საპატრიარქოსთან შეიქმნას დემოგრაფიის ფონდი სადაც ერთი 10 კაცი როგორ ვერ გამოიძებნება საქართველოში წესიერი პატიოსანი და პროფესიონალი. სადაც აი ეს ეკლესიებს რომ აკებენ ეს ისინი ბიზნესმენები, ვიღაცეები, ამავე დროს რაღაცა ფონდები რო არის ასეთი და თითოეული ჩვენთაგანი რომელიც მუშაობს დავალდებულება იყოს რომ 3% იყოს სიტყვაზე ლაპარაკობ ან 2% ჩვენი ხელფასის გადახდილი იქ რატო ლაპარაკობ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან იმიტომ რომ მიმიხვდებით ალბათ სხვა ერების წარმომადგენლებს არ ექნებათ მე იმის იმ ფონდიდან დახმარების საშუალება დემოგრაფიული პრობლემას არ აქვს ხო და ამიტომ ლაპარაკობ აი მე ვფიქრობ რომ ყველაზე მეტი უმთავრეს საკითხზე დღევანდელი ჟურნალისტიკა იქნება თუ რაღაცები ამაზე უნდა იყოს ჩემი აზრით ყოველთავი ყურადღება გამახვილებული და უმთავრეს შემოძვირფასო მეგობრებო დავასრულებ უნივერსიტეტის სწავლის პერიოდში ყავდა ერთი კაკო კაი კაცი იყო ლექტორი შუა საუკუნეების ისტორიას გვიკითხავდა და ნუ ახლა ახალგაზრდა თუ შეამჩნია რაღაცა ხო სისუსტე ლექტორს მე აუღებს ალხოს და სულ მიდის ამის ლექცია იყო მოკლედ ერთი სიტყვით გართობის უზარმაზარი საშუალება და ამას თანაც ყვიროდა გაჩერდით არ ჩერდებოდით და ერთ დღეს მოვილაპარაკეთ ყველა რომ მოდით გავჩერდეთ და კაკო რო შემოვა გაწყნარად შემოვედით დადგან კათედრასთან უყურებს რა ხდება კაცო აქოდა რატომ ლაპარაკობ ეხლა ამას? იმიტომ რომ დღევანდელ დღეს ისე მიეჩვია უკვე ხალხი ტელევიზიაში თუ არ დაინახეს ლანძღვა, გინება, ერთმანეთის შეურაცხყოფა, უკვე რეიტინგი არ აქვს გადაცემას და აღარ უყურებს. მე ვფიქრობ პროფესიონალები ბრძანდებით ჩემო ბატონო და თუ იმე ჭკუა აქვს და ჭკუა შერჩენია სადმე, უნდა დაგიძახონ, უნდა გითხრან, უნდა შეგეკითხონ ჩემო ბატონო და ამის მიხედვით უნდა წარმართონ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის.